პირდაპირ ეთერში რაც შემდგომ სტუმრებთან ერთად დავბრუნდით, სიამოვნებით წარმოგიდგენთ შემოგვიერთდნენ სპორტის პოლიტიკისა და მართვის დეპარტამენტის უფროსი ბატონი ირაკლი დოლაბერიძე და ეროვნული ფედერაცია სპორტი ყველასათვის პრეზიდენტი ქალბატონი მაია აზარაშვილი დილამშვიდობისა. ჩვენ ვთქვით ახლა სპორტულ განწყობაზე ვიყოთ. ძალიან მნიშვნელოვანია ის რომ გუშინ ჩატარდა ამიტომ რამე შემეშალოს კუს ტბაზე. სლოგანი იყო იცხოვრე სპორტით, მოკლედ მასშტაბური სპორტული ღონისძიებები გაიმართა. დავიწყოთ საუბარი როგორ ჩაიარა, რამდენად იყო ჩართულობა საზოგადოების მხრიდან და შეიძლება მაგრამ მიზანი პრინციპში ჩანს, მაგრამ მაინც მოგესალმებით ტელემაყურებლებს. გუშინ კუს ტბაზე აღინიშნა სპორტული ღონისძიებები. ერთ ძალიან მნიშვნელოვან თარიღთან დაკავშირებით, ეს არის სპორტის საერთაშორისო დღე სპორტის მშვიდობისა და განვითარებისათვის. ეს დღე დაწესებული არის საერთოდ 6 აპრილი. და 6 აპრილი არის მსოფლიოში აღინიშნება სპორტის დღეთ. დამავდროულად არის ქალბატონი მაიას დაბადების დღე 6 აპრილი და იგი ოლიმპიური თამაშების პრიზიორია. ასე შემთხვევით არაფერი არ ხდება. უბრალოდ კვირა დღიდან გამომდინარე რომ კვირას უფრო მეტი ადამიანს შეეძლო ჩართულობა ღონისძიებაში, ყოველ კვირას ვატარებთ ხოლმე ღონისძიებას და კვირა დღეს ჩატარდა. მართალია ამინდი არ იყო მართლაც სპორტული. თუმცა განწყობას და ჩართულობაც მიუხედავად იმისა იყო ძალიან კარგი და სხვადასხვა სპორტული ღონისძიებები ჩატარდა, როგორც სათამაშო სპორტის სახეობებში, ისევე ინდივიდუალურ სახეობებში. იყო ქართული საბრძოლო ხელოვნებები, აღმოსავლური მოთამაშეები, ფეხბურთი, ფრენბურთი, ინტელექტუალური თამაშებიდან ჭადრაკი, ნარდი, დარტსი და ასე შემდეგ. და რაც თავარია იყო გარბენი, იყო სეირნობა და ცხენოსნობა, ველოსპორტი. ძალიან ბევრი სახეობა იყო წარმოდგენილი. ბევრმა სპორტულმა ფედერაციამ წარმოადგინა თავისი სპორტული ორგანიზაცია, ასე ვთქვათ, პოპულარიზაციის მიზნით, რომ შეიძლება მეტი ბავშვი მიიზიდონ და ჩაერთოს მოსახლეობა ცხოვრების ჯანსაღი წესით პოპულარიზაციაში და ამას შეუწყო. დაინტერესება თუ იყო მოსახლეობის მხრიდან. ქალბატონ მაია, თქვენც რომ გვიპასუხოთ, თქვათ შემოხვიდეთ დიალოგში. რა თქმა უნდა, გუშინდელმა ამიტომაც ხელი შეგვიშალა, ღმერთმა გვაპატიო, გადავიტანეთ ეს დღეში და რჩევა და იმ დღეს როცა უნდა აგვიღნიშნა, მაგრამ დაინტერესება იყო მოსახლეობა, ზოგადად კუს ტბის ტერიტორია ყოველთვის დაკავებულია ხოლმე მოსეირნეებით და სპორტული აქტივობებით, ამიტომ გავიმართლა მოვასწარეთ ძალიან ბევრი სახეობების ჩვენება, წარმოვადგინეთ ის სახეობები, რომლებიც გვინდოდა წარმოგვედგენა ადგილზე. ჯერინგის ჯგუფი ამოვიდა ფედერაცია გოგონების ლამაზად იცეკვეს და გაახალის ეს ეკავრობა. ისე რომ მოვასწარეთ იმის ჩვენება, რაც გვინდოდა გვეჩვენებინა, მონაწილეობა მიიღეს იმათ, ვისაც შეეძლო იმ პერიოდში მიიღოთ. უბრალოდ ეს ღონისძიება ცოტა ხანმოკლე აღმოჩნდა, იმიტომ რომ იძულებული ვიყავით შეგვეწყვეტა რაღაც საათით ადრე ამის გამო. მაგრამ პროგრამა როგორც ასეთი რაც დასახული ქონდა, ეს ყველაფერი მოვასწარეთ და გავაკეთეთ. ვიქოთ მომავალწეს უფრო მრავალფეროვანი გავხადეთ, იმიტომ ზოგადად სახელმწიფოში არის სპორტით დაინტერესება, როგორც სამინისტროს მხრიდან, ასე მოსახლეობის მხრიდან. ეს კარგი ტენდენციაა სხვა შესწავლით. კარგია რომ უბრალოდ გადადის სპორტი კულტურაში და ჰიგიენაში და ეს თქვენ ფედერაცია რაც მოიცავს, ანუ ასე ქვია სპორტი ყველასათვის. ახლა საერთაშორისო სპორტის ფედერაცია, აი ეს გუშინდელი დღეს რა თქმა უნდა შემოდიოდა ჩვენ ფედერაციის საქმიანობაში. ჩვენ ფედერაციას გონავს იმაზე, რომ ავამაღლოთ ცნობიერება სპორტის მიმართ, ზოგადად ჯანსაღი ცხოვრების მიმართ. გავზარდოთ ბავშვებში და აქტიურები გავხადოთ ის ადამიანები, რომლებიც გრძნობთ რაიმე პროგრესს, აი მცირე დროში. მე პირადად გრძნობდა ბატონი ირაკლი აზგურეთის მოусმინე. და ბატონო ირაკლი, აქვე ვარემ შეგეკითხებით, რომ მე არ შეგაწყვეტინოთ საუბარი. ჩვენ ხშირად ვამბობთ ხოლმე, რომ საქართველოს მარტო თბილისი არ არის. თქვენ პოლიტიკისა და მართვის დეპარტამენტის უფროსი ბრძანდებით და ალბათ უნდა იყოთ საქმის კურსში. რამდენად აქტიურია ამ კუთხით თქვათ რეგიონები. იგივე თქვათ მუნიციპალიტეტები თუ არიან სხვადასხვა რეგიონების ჩართული, ანუ მარტო თბილისში ხდება ხოლმე რაღაცნაირად თავმოყრა და კონცენტრირება ყველაფრისა და ეს კარგი ამბავია. პირველ რიგში, რა თქმა უნდა, მთელი ინტერესი ის არის ამ შემთხვევაში სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს, რომ მთელი ქვეყნის მასშტაბით იყოს სპორტი განვითარებული და მასობრივად იყოს ხალხი ჩაბმული ამ ფიზიკურ აქტივობებში. რა თქმა უნდა, ასეც ხდება და ყველანაირი კომუნიკაცია და ხელშეწყობაც არსებობს იმისა, რომ ადგილობრივ მითმართველობებში განვითარდეს. თუმცა
ზოგიერთი ობიექტური თუ სუბიექტური მიზეზების გამო სრულად შეიძლება ვერ შუქდებოდეს ის. მაგრამ მე პირდაპირ შემიძლია გითხრათ, რომ ქართული სპორტი ყოველთვის მარაგდებოდა რეგიონებიდან, იმიტომ რომ თუ ვინმე წარმატებული სპორტსმენი არის, რომ ავიღოთ სტატისტიკა რეგიონებიდან არის და ასეც იქნება ყოველთვის, იმიტომ რომ უფრო ჯანსაღ გარემოში არიან, ბიოლოგიურად სუფთა გარემოში არიან, ასე ვთქვათ. თუმცა ვერ ვიტყვით, რომ იდეალურ გარემოში უწევდათ, ყოველ შემთხვევაში მაშინ მე რაც მახსოვს, მუშაობა გვინახავს, ვთქვათ, რა პირობებში ამზადებოდნენ ისინი, როგორ დარბაზებში და ნუ დაუჭირებელი. ეხლა მაქსიმალურად ეწყობა ხელი იმას, რომ პირველ რიგში სპორტული ინფრასტრუქტურა მოგვარდეს, მათ შორის რეგიონებშიც. ეს როგორც მასობრივად, ასევე მაღალი მიღწევების კუთხითაც, იმიტომ რომ საქართველოს განაცხადა არაერთ დიდ საერთაშორისო ღონისძიებების მასპინძლობა და ეს არ იქნება მხოლოდ თბილისში კონცენტრირებული, ეს არის რეგიონებში და ამიტომ ის ინფრასტრუქტურული პროექტები, რომელიც უახლოესი 2-3 წლის განმავლობაში განხორციელდება, ეს გულისხმობს საქართველოს რეგიონებში ახალი სპორტის სასახლეების და სპორტული ობიექტების და ინფრასტრუქტურის მოწყობას. ასევე ხელს უწყობს კვალიფიცირებული კადრების მომზადებას, იმიტომ რომ ამ ინფრასტრუქტურაზე აუცილებელია იყოს კვალიფიცირებული კადრი, რომელიც ხელს შეუწყობს ბავშვების სწორად განვითარებას სპორტში. აი ეს არის თავი და რაც შეეხება ამ ატემას, რა თქმა უნდა, ჩვენ ვაწარმოებთ ამის სტატისტიკას და შეგვიძლია თამამად განაცხადოთ, რომ უკვე დინამიკა, ზრდის დინამიკა არსებობს და ამას ხელს უწყობს თითოეული სპორტის სახეობის განვითარება და პოპულარობა, გამარჯვებები, იმიტომ რომ ეს არის კარგი მაგალითი ბავშვებში. უმეტად რომელი სახეობით არიან დაინტერესებული, რასაც შეიმჩნევა უფრო. სათამაშო სახეობებზე, რომ ვთქვათ, სალსახად პოპულარობას, რაგბი, თავის გამარჯვებებიდან და შედეგიდან და ხალხის, ასე ვთქვათ, გულშემატკივრების ვიზიტიდან გამომდინარე, ინდივიდუალურ სახეობაში, რა თქმა უნდა, ჭიდაობები და თქვენ ისიც უკვე ემზადებით ოლიმპიური თამაშებისთვის, ეს უკვე მასობრივი სპორტის არის, უკვე პირამიდის წვერია, სადაც უკვე ერთეულები აღწევენ ლიცენზიების მოპოვებას და შემდგომ მედლების მოპოვებას. ეს არის ყველაზე დიდი ფორუმი სპორტული ღონისძიებისა და ჩვენ ამ სახეობებში უკვე გვყავს ლიცენზიატები, სადაც უკვე მედლებსაც ვეღებთ. მე პირადად დიდი გულშემატკივარი ვარ ცხენოსნობის, ამიტომ ჯერ ზოგადად ცხენი ძალიან მიყვარს, მაგრამ ერთი-ორჯერ დავესწარი ოჯახის წევრებთან ერთად, თვითონ ამ შეჯიბს დაჯილდოებას და ძალიან დიდი სიამოვნება მივიღეთ თითოეულმა სამხატვრო ძალიან ძლიერი სიამოვნება. ძლიერია, ხო? სრულად პოპულარულია როგორც ვიცი, ხო, ბავშვებში. ვიტყვი, ვინაიდან საცურველ აუზებს ხშირად მიწევდა მუშაობა, სრულად პოპულარულია მხოლოდ და მხოლოდ იმიტომ ჯერჯერობით, რომ მშობლებისთვის რჩევა შექმნას მიცემები, რომ ეს არის ძალიან ჯანსაღი ზურგისთვის, იმიტომ რომ ბავშვები ჯერჯერობით ავყავს ისეთ ჯანსაღები, როგორც კიდე ყავდეს, ჩვენი ტექნიკა კი ამას ხელს უწყობს, რომ უფრო მიჯაჭვურებები ფაქტობრივად ბავშვების გამებზე, ამიტომ ჯერჯერობით გვეხმარებენ ექიმები, რომ გვიჩვენონ სრულად, მაგრამ ფიქრობ, რომ უფრო პოპულარული უნდა გახდეს სკოლებში, უნდა იყოს ჩადებული პროგრამა, რომ აი საცურაო აუზებზე მიამაგრონ სკოლები და არა მხოლოდ საცურაოზე, მე ვფიქრობ, ადრე მაგალითად აქტიურად იყო ხოლმე ჩემს ბავშვობაში ფიზკულტურის გაკვეთილი გქონდა და ყოველთვის დილას ვიწყებდი ასე. ნუ ახაშენებდი კი, მაგრამ ვფიქრობ, რომ აუცილებელი არის რომ იყოს სკოლებში. რა თქმა უნდა, სკოლაში და სკოლამდელ ასაკში ყალიბდება ბავშვის პირველ რიგში ის უნარჩვევები და საყდენი მომძრავებელი აპარატი, რომელსაც ჭირდება განვითარება, ეს არის ცურვა, ძლეოსნობა და ტანვარჯიში, რომლებიც კომპლექსურად აერთიანებენ იმ მეთოდიკას და ვარჯიშებს, რომელიც აუცილებლად ჭირდება ბავშვს. ძალიან დიდი მადლობა. მოკლედ კიდევ ერთხელ მოვუწოდოთ ჩვენს ტელემაყურებელს და პირველ რიგში აუცილებლად რა უნდა მოვუწოდოთ, ზარმაცი ვარ ამ ფიზკულტურის გაკვეთილ საცდენდი. ვინაიდან ზარმაცი ერთხელ დააგესრიდეთ მსოფლიო ორბენაზე, რომელიც დარდება 8 მაისს. ეს არის მსოფლიო ორბენა ფრთების სიცოცხლისთვის, უკვე მესამეჯერ ტარდება. ფრთები კი ჭირდება ისე. ბატონო, თქვენ არ დაგჭირდებათ, იმიტომ რომ ფორმაში ძანდებით და მონაწილეობა მიიღეთ. სიამოვნებით. პარალელში მსოფლიო ორბენაზე. აუცილებლად დაგიკავშირდებით დაგესაუბრებით ეთერს მიღმა. დიდი მადლობა. ანუ მინდოდა მეთქვა, რომ მოვუწოდოთ ერთმანეთს, იცხოვრეთ სპორტით. ყველამ თქვა ეს სიტყვა და დავშვიდობოთ მოგალ. სპორტით დარჩით ახალგაზრდა. ფაქტის სახით. ძალიან დიდი მადლობა, სასიამოვნო იყო თქვენთან შეხვედრა. ტელემაყურებელს შევახსენოთ სტუდიაში სპორტის პოლიტიკისა და მართვის დეპარტამენტის უფროსი ბატონი ირაკლი დოლაბერიძე და ეროვნული ფედერაცია სპორტი ყველასათვის პრეზიდენტი ქალბატონი მაია აზარაშვილი საუბრობდნენ. ჩვენ კი ცხადაგვრჩენია, რომ დაგემშვიდობოთ ძვირფასი ტელემაყურებლებო, მადლობა.